ეს ეპიცენტრი სადაც მთელი სამცხის აი ეს არის სიყვარულის წყარო, ლეგენდა არის. ეს ვიადუკი არის, რომელთაც გადავდივართ, გადასახედი არის ქვევით. ეს არის აღმოსავლური მარჯვენა უბანი. თავისი სავაჭრო რიგებით, თავისი კოშკით, შიგნი ასევე ყველგან არის ბაზი. ის ციტადელი სოფლდება, ხო? ის კი. ეხლა ვამთავრებთ. აი პატარა გუმბათიანი. კვალი, მაგასაც არ გამოჩნდება, ხო? კი, რა თქმა უნდა, ძალიან არის. ის იქნება დომინანტი. შუა რო ქროდება, ხო? შუა არ ქროდება, აგურში იქნება, ეგ არის ობსერვატორიის მოდელი. ეს მარმარილო, ხო, ეს მარმარილო, ეს ჩუქურთმების მარმარილოშია, მერე უკვე არის თაბაში. ეს ძერწვას რასაც უმოკვანდაკეების გაკეთებული არის. ეს იქნება ძალიან მაგარი სასტო. ნომრებიან ნომრებად. 30-28. აი ნახეთ შიდა ეზო როგორია თავისი ბასეინები. აუზის ეს საცურაო იქნება? კი. აქედან გამოდიან აქედან. სხვა წყალისენა მოყვა. ეს უკვე გაკეთებულია წყლის სათავე და შემოყვანა და რეზერვუარი. ესენი ყველაფერი უკვე დამთავრებულია. წყლის თემა მოგვარებულია, როგორც კი დავამთავრეთ, ჩავთვალთ. ესე ახლა მინდა. სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა. მართლა, გაზრდილი გარეშე. ეს იქნება საქართველოს თავარი ტურისტული დანიშნულება. ცხეთა ძალიან მაგარია, მესტია, სასწაულია, ბევრი სხვა ადგილი გვაქვს, ხო? თავისთავად, მაგრამ ეს იქნება თავარი ტურისტული ტურისტების მონახულების ისტორიული ცენტრი საქართველოში ყოველგვარ კონკურენციის გარეშე. იმიტომ რომ ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. ეს არის კონკურენტი, ამის კონკურენტია დუბროვნიკი, ამის კონკურენტია იტალიაში 1-2 ადგილი, ესპანეთში 1-2 ადგილი და ეგ არის. შეიძლება ჩრდილოეთ აფრიკაში 1 ადგილი. ჩვენ ვერ გაცნობია რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება. არა, დღეს დუბროვნიკში მარტო ერთ ქალაქში ჩადის 10 მილიონი ტურისტი და ჩვენთან ეს მასშტაბი დუბროვნიკს აღემატება. და ნუ ხა ზღვაზე არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ყველა გზების გადაკვეთა აქეთ არის, აჭარა აქეთ მოდიხარ, სომხეთი აქეთ მოდიხარ, თურქეთი აქეთ მოდის, ქუთაისის გზა აქეთ მოდის, კეთდება ყველა მიმართულებიდან ჩამოდიხარ, ცენტრი ხდება, ისაც იყო განაპირ, ყველაზე ღარიბი ხალხი ცხოვრობდა აქ. და ცხოვრობს დღესაც. ეს არის ამ ხალხის ამოყვანა სიღარიბიდან, როგორ აი ორთხმაულით რა, იმიტომ რომ ნუ დაჭირდება 5-6-10 წელი რომ ბოლომდე გადავიდეს ეს სიღარიბე, მაგრამ საერთოდ შანსი არ იყო რაპესთვის. აი კატასტროფა იყო. სუფიქროვით რომ რა ეშველება ახალციხეს. აი თუ რა ეშველება.